Ხედავთ, როდესაც ხელისუფლება საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, ჩვენ ამას გულისხმობთ კიდეც. ასე რომ სამართალდამცავი უწყებები მოწადინებული არიან, რომ მომართულიანიან იმისკენ, რომ ამ მხრივ პოლიტიკურ თუ სხვა თანამდებობრივ საკითხებზე მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ასე რომ ხედავთ, პროკურატურა, შინაგანსაკუთრების სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არიან ძალიან აქტიურად მოქმედებენ ძალიან აქტიურად იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა შესაძლო კორუფციული ფაქტი. ასე რომ გენერალურმა პროკურორმა დღეს დეტალურად ისაუბრა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც წარდგენილია. შესაბამისად, შინაარსობის საკითხებზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. პროკურატურა არის კომპეტენტური იმაზე, რომ ისაუბროს ყველა ამ თემასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებასთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ის დაპირება, რაც პრემიერ-მინისტრმა მისცა პარლამენტს და ხალხს, როდესაც ის არჩეული იქნა პრემიერ-მინისტრად, რომ საქართველოს კორუფციის სიმცირით საუკეთესო სამეულში შევა ევროპის, სწორედ ეს დაპირების ნაწილი არის ის, რომ კონდეს რაც შეიძლება აქტიური გამოვლინა მათ შორის კორუფციულ შემთხვევებში.